დღეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ცნობილი დამსახურებული მხატვრის ოზურგეთის მკვიდრის ვახტანგ მამეშვილის პერსონალური გამოფენა მის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, ფერწერაში თანამედროვე მიდგომები, ფერის და ესთეტიკის არაჩვეულებრივი შეგრძნება, ჟანრობრივი მრავალფეროვნება და ფუნჯით გადმოცემული სათქმელი, ამბავი და ისტორია, რომელიც ვახტანგ მამეიშვილის ხელწერაა. ამაგდარი მხატვარი დღეს 85 წლის გახდა. მშობლიურმა ოზურგეთმა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა მას იუბილე განსაკუთრებულად პერსონალური გამოფენით, უამრავი სტუმრით, როგორც ოზურგეთიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან აღუნიშნა. სტუმრებმა ბევრი ისაუბრეს მხატვრის ნიჭიერებაზე, გემოვნებაზე, მის ღვაწლზე და დამსახურებაზე, მის ფასდაუდებელ შემოქმედებაზე, რომელიც ოზურგეთისთვის გამორჩეული და საამაყოა. თავად იუბილარმა კი გამოფენა დედას და მის ხსოვნას მიუძღვნა. იუბილარ მხატვრას საჩუქრებთან ერთად წოდებების სიგელები და მადლობის ბარათები გადაეცა. ჩემი ემოცია არის უაღრესად დიდი იმის გამო, რომ უამრავ სტუმარი შემოვიდა, უამრავმა კიდე ფეისბუქით მომილოცა და ვერ მოვიდა, იმიტომ რომ დაკავებული იყო. ამიტომ იმათაც მადლობას მოახსენებთ ყველას, ვინც მოვიდა და დააფასა ჩემი მოღვაწეობა. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის. ეს თარიღი მნიშვნელოვანია ორი რამის გამო. ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი არის ბატონ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის, რომლის დაბადების დღეც არის დღეს. ასევე ჩვენი ამაგდარი მხატვრის პალიტროსანის ბატონ ვახტანგ მამეიშვილის 85 წლისთავი იყო და არის მისი გამოფენა, შემოქმედების რეტროსპექტიული გამოფენა, რომელიც მრავალ ჟანრში მუშაობს, დიდი პედაგოგი, დიდი ადამიანი მართლაც, რომელმაც სახვითი ხელოვნების განვითარება ჩაუყარა გურიაში, ოზურგეთში საფუძველი. ეს არის ნამდვილი პატრიოტი, ეს არის ნამდვილი ეროვნული მოძრაობა. ამავე დროს ის გახლავთ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ბატონ მერაბ კოსტავას და გამსახურდიას სვიადის მეგობარი. ის იყო ავტორიტეტი ამ საკითხში. მხატვარი კაცი, მაგრამ ყველაზე დიდი მაგალითია ბატონი ვახტანგი, რომ პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი. მე მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვოთ. ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგს, ამაგდარი ხელოვანია. მან ბევრი თაობები გამოზარდა, სამხატვრო სკოლის დამაარსებელი არის. ქონდა მხატვართა ასოციაცია, მხატვართა და არქიტექტორთა ასოციაცია ოზურგეთში და გაერთიანებული ყავდა ყველა მხატვარი და არქიტექტორი. და მას შემდეგ მე პენსიაში გავიდა სამხატვრო სკოლიდან ვახტანგი და როგორც დირექტორი და ეხლა პედაგოგად არის ჩვენთან სამხატვრო სკოლაში, ერთად მუშაობს და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ამაგდარი, კარგი ხელოვანი დღეს აი ესე მხნედ გამოიყურება და ულოცავ მე აი ამ ლამაზ დღეს 85 წლის იუბილეს.